ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი 2023 წელს. რუსეთის ფინანსური სექტორის სავალალო მდგომარეობაშია. ჩვენ რუსული ბანკების 3/4 ჩავხსენით მსოფლიო ბაზრებიდან. 1000-მდე საერთაშორისო კომპანიამ დატოვა რუსეთი. ქვეყნის ავტოინდუსტრიის წარმოება 75%-ით შემცირდა გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით. კომპანია აეროფლოტი ვეღარ ახორციელებს ფრენებს, რადგან თვითმფრინავებისთვის საჭირო ნაწილების შოვნა მათთვის შეუძლებელი გახდა. რუსული სამხედრო სექტორი იძულებული გახდა სამხედრო ტექნიკისთვის საჭირო ჩიპები სარეცხი მანქანებიდან და მაცივრებიდან ამოიღონ, რადგან ქვეყანაში ნახევარგამტარები აღარ მოიპოვება. შეიძლება ითქვას, რომ რუსული ინდუსტრია განადგურებულია. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე 2025 წელს. ახლანდელი 2% პრაქტიკულად არაფერს ნიშნავს. ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მთლიანი შიდა პროდუქტის სავალდებულო კვოტა თავდაცვის ბიუჯეტებში. თუ კი დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ რასაც რუსეთი 3 თვეში აწარმოებს, ნატოს ქვეყნები ლოს-ანჯელესიდან ანკარამდე 1 წელიწადში აწარმოებენ. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.